Აი ეს სურათი ძალიან ესეთი გროტესკული სანახაობა, ანუ რეალურ სურათს სარკე არის დღევანდელი საზოგადოების. ხალხი და რეალობა სხვაგან არის, მთავრობა და ეგრეთ წოდებული VIP ელიტა სხვაგან არის. ერთი ის რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ნატოს რომ იგივე წესების დაცვით, აი თეამაც ახსენა რომ 10,000 თუ 8,000 თუ რამდენი ადამიანიც იყო ის რომ ეხა 50,000 ადგილზე გადანაწილებულიყო, არანაირი რისკი არ იყო იქ არც კოვიდის გავრცელების, დისტანციის დაცვით და მართლა 2 მეტრის დაშორება და ნიღბით და ასე შემდეგ. მაგრამ კარგით, ამას თავი დავანებოთ, თქვათ მივიღეთ მოცემულობა როგორიც არის. წარმოგიდგენიათ, აი ეს ხალხი ვითომ აი ამ ლოჟებში ვიტყვი, ხო, რომ VIP ლოჟებში რომ სხედან თუ დგანან, როგორი რეალურად უნდათ ეჩვენებინათ, რომ აი ისინი რაღაცა ელიტა არიან, რაღაცა ის არიან და სხვები ხალხი პლებეები არიან, მაგრამ რეალურად მათ რა ანახეს, რომ დაბიოები არის, აი ჩვეულებრივი დაბიოები არიან, ამით მათ თავიანთ სიმდაბლეს მაპატიეთ ამ სიტყვაზე, აი ქაჯობას გაუსვეს ხაზი, რომ ჩვეულებრივი დაბიო ქაჯები არიან. ხო შეიძლება უბრალოდ ყველაფერი რომ ვიწყოთ ხომ უბრალოდ გაინაწილო ის მდგომარეობა ხალხთან ერთად და კი ბატონო შეიძლება საშვი გაქვთ თანამდებობის პირი ხარ რაღაცა ხალხის რა თანამდებობა აქვს მაგრამ ხო ეს ქაჯების ამ პოლიტიკური ტერმინის ავტორი სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ ხალხზე ზევით უნდა იყოს ხო მან თქვა ის როგორც გძნობს თავს და იგივე საკეთებენ ესენი ხომ ესენი ზემოთაც არ არის ზემოთაც არ არის საერთოდ სხვაგან არის საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობენ და დგანან აქ და ვითომ აი თავიანთი აი მართლა ეს ქაჯობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ხალხი და რაც თავარია ხო ტერმინებს თავი დავანებოთ როგორ არიან ისინი დაშორებული ხალხი გაიზიარე შენს ხალხთან ერთად ხო როგორც რიგითმა მაყურებელმა ისე უყურე გარედან სადღაც შეიკრიბეთ კი ბატონო ერთად ფეშენებელურ ოთახში და იქიდან უყურე მაგრამ ნუ აი ეს რაც ვნახეთ არის სარკე რეალობა სად არის საქართველო სად ვართ ჩვენ ყველა მოსახლეობა და სად არის აი ეს ერთეული ადამიანები რომელსაც თავი ვითომ ელიტა დაიჯერეს მე მგონი მართლა რომ ელიტა გონიათ რეალურად კი საერთოდ სხვა სამყაროში არიან ხო იგივე ხდება ყველგან იგივე ხდება პოლიტიკაში იგივე ხდება ხო არჩევნებზე აღარ ამოვიღებ ხმას და ასე შემდეგ ხო ანუ თავიანთი სიმდაბლე კიდევ ერთხელ და გააღიზიანეს მთელი მოსახლეობა არაფერს ვამბობ იმაზე რომ ადამიანები მერე გამოვიდნენ და თქვათ ვინც იქ შეესწრო 10 საათამდე და მერე დააჯარიმეს კიდევ 2000 არის დააჯარიმეს ერთი ხო დასაჯეს რომ ვითომ არ აყურებინეს მერე გამოვიდნენ და დააჯარიმეს აბსოლუტურად აღარ შევალ ამ დეტალებში რომ მთელი ეს კომენდანტის საათი რომ საერთოდ არაკონსტიტუციური და უკანონოა და მოვადრო და ეს ჯარიმები ყველა გაუქმდება და ადამიანებს ვინც ეს უკანონო დადგენილებები მიიღეს ან კანონები თავის პასუხი მოეთხოვებათ როცა იქნება